საპარლამენტო უმცირესობა მოითხოვს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას, სადაც უნდა მოვიდნენ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრები და ყველა კითხვას გასცენ პასუხი. ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვენ. გიორგი კანდელაკის თქმით, ლევან იზორიამ უნდა განმარტოს, თუ რატომ გაათავისუფლეს თავდაცვის სამინისტროსთან 2000-ზე მეტი სამოქალაქო და სამხედრო პირი. საპარლამენტო ოპოზიციის აზრით, იმ დროს, როდესაც რუსეთის მეზობელი ყველა სახელმწიფო თავდაცვის სფეროში შემადგენლობასა და ხარჯებს ზრდის, გაურკვეველია საქართველოში პირიქით რატომ ხდება. ჩვენის თანამდგომარეობაში არსებული ქვეყნისთვის, როცა ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული. მაშინ, როცა რუსეთის ყველა მეზობელი, თუნდაც ბალტიის ქვეყნები, რომლებიც ჩვენსგან განსხვავებით ნატოს წევრები არიან, ზრდიან სამხედრო ხარჯებს. ჩვენის თანამდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის სამხედრო ხარჯების და შეერაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირება არის როგორც მინიმუმ ცდარი და სინამდვილეში ძალიან მავნებლური ნაბიჯი და ეს მაშინ, როცა ჩვენი ბიუჯეტი, სახელმწიფო ბიუჯეტი სავსეა 1000 გვარი უსარგებლო პროგრამით. უცნობია ჩაინიშნება თუ არა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის საგანგებო სხდომა და მივლენ თუ არა კომიტეტის წევრებთან შესახვედრად ძალოვანი მინისტრები, რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ოპტიმიზაციის პროცესს. მართველი გუნდი აცხადებს, რომ უწყებაში შტატები მნიშვნელოვნად გაზრდილი იყო და შტატების შემცირებაზე რეკომენდაციებს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების განაციხებდნენ. რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული იმ მდგომარეობის თაობაზე, რომელიც თავდაცვის სამინისტროში არსებობდა, ეს იყო გარდაუვალი მოცემულობა და გარდაუვალი აუცილებლობა, რადგან ფაქტობრივად ყველა საერთაშორისო ექსპერტი იქნებოდა ეს თუ ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ თუ ქვეყნის შიგნით ექსპერტები ყველანი ამაზე საუბრობდნენ, რომ არა რელევანტურად არის დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილი თავდაცვის სამინისტროში, როგორც ასე თქვათ სამოქალაქო ოფისში, ასევე ჯარებშიც მათ შორის. ამიტომ ეს ალბათ გარდაუვალი აუცილებლობა იყო და მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს იმდაგვარად, რომ ასევე ხდება მთელი რაღაც გარანტიების შეთავაზება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უწევთ სამსახურის დატოვება. მთელი ეს კომპლექსი იწვევს იმას, რომ ყველაფერი ფოკუსირდება დღეს იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროში უფრო მეტი ყურადღება და ფოკუსირება დაესწროს კონკრეტულ ამოცანას, რაც ქვია ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის და საბრძოლო ნაწილების უზრუნველყოფას. ეს არის და ეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში ოპტიმიზაციის პროცესი უკვე დასრულდა. გათავისუფლებულია 340 სამხედრო და 1750 სამოქალაქო პირი. სამხედროებს შორის 217 ოფიცერია, 123 კი სერჟანტი. სამოქალაქო პირებიდან კი 400 შტატგარეშე და 1350 შტატიანი თანამშრომელია გათავისუფლებული. როგორც სამინისტროში განმარტავენ, მათთვის კომპენსაციები სოლიდურია. ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი 10000 ლარს მიიღებს, კაპიტანი 14000, მაიორი 18000 ლარს, ვიცე-პოლკოვნიკი 23000, ხოლო პოლკოვნიკი 29000 ლარს. უწყებაში ამბობენ, რომ ამით 32 მილიონს დაზოგავენ. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ შემცირებების შეიარაღებულ ძალებში პრობლემებს შექმნის და ჯარის мотиваციაზე უარყოფითად აისახება. ბიუროკრატია არის ზედმეტად გაბერილი, მთლიანად ქვეყანაში ეს უდაოდ არის, მაგრამ ეს იმ ხალხის ბრალი არ არის, ვინც მიიღეს, ეს იმ ხალხის ბრალია, ვინც მიიღო. ხა ხალხისზე გადატარება და სამსახურიდან გაშვება ასეთ სოციალურ ფონზე მე არასწორად მიმაჩნია. ხალხის გაშვება ჯერ მორალისთვისაც ცუდია და მე შეგინით სიტუაციასაც ჯანსაღად არ შექმნის, იმიტომ რომ მე მოლოდინია რომ კიდე მოყვება ამას ეგრეთ წოდებული ოპტიმიზაცია, რომ ჩვეულებრივ ხალხის გაშვება სამსახურში ლამაზ სახელია. მეორე ხა საქართველოს ჯარიდან ხალხის გაშვება ამ ეტაპზე, როდესაც ყველა ქვეყანა ჩვენს რეგიონში რუსეთის საფრთხიდან გამომდინარე პირიქით ზრდის თავის შეერაღებულ ძალებს და შეერაღებულ ძალებზე დანახარჯებს ზრდიან როგორც ბალტიის ქვეყნები, ასევე რუსეთის სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოები, ცოტა უცნაურად მიმაჩნია, ანუ დასუსტებით ახლა შეერაღებული ძალები ჩვენ ვერაფერს არ მივიღებთ. ახლა ეს ასე თუ ისე დასუსტება იქნება განსაკუთრებით პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ ხალხის გაშვებას მნიშვნელოვანი თანხებთან არის დაკავშირებული. მოტივაცია ჩემის აზრით ბევრ შემთხვევაში ეს მოტივაცია დაუქვეითდება ბევრ თანამშრომელს, ხო, იმიტომ რომ
არავინ არ იქნება დარწმუნებული, რომ თქვათ შემდგომ თქვათ შემთხვევების ტალღაში ისინი მოყვებიან, ხო არის შესაძლებელია რა, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ მათ გააჩნიათ შესაბამისი განათლება და შესაბამისი გამოცდილება, მაგრამ ხის შემთხვევაში მოგესწრებათ საქართველოში ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში აღნიშნულ ფაქტორს ყურადღება არ ექცევა, არამედ უფრო მეტი ყურადღება ექცევა პირად კონტაქტებს და ვინ რომ თავდაპირველად რომელ პირთან არის უფრო დაახლოებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 748 მილიონითაა განსაზღვრული. 378 მილიონ ლარზე მეტი კი უწყებაში დასაქმებული 40,000-ზე მეტი ადამიანის სახელფასო ფონდს წარმოადგენს. გასულ წელს უწყების სახელფასო ფონდი უფრო დიდი იყო და ის 400 მილიონს აჭარბებდა. რატომ გახდა აუცილებელი სწორედ თავდაცვის სამინისტროდან ყველაზე მეტი ადამიანის დათხოვნა? მინისტრს ამაზე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. სპეციალისტებიც სწორედ ამ შეკითხვას სვამენ. რატომ თავდაცვის სამინისტრო, როდესაც თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებაში შტატები ხელოვნურად არის გაზრდილი და გადასახადების გადამხდელების თანხები გაურკვეველი მიმართულებებით იხარჯება.